მე ვარ ზვიადი 39 წლის. X-Factor-ში იმისთვის მოვედი, რომ საზოგადოებამ გამიცნოს, მინდა რომ უბრალოდ ცნობილი ადამიანები ვიყო. არ მიყვარხარ, არადა. მუსიკა არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღე არის თუ ღამე, ყოველთვის ვღიღინებ. გავაწლები გავა, ამარასიზამს, ჩემს ლოდინში როცა დაიღლები. დაწონებული რომ გავიმარჯვებ და უბრალოდ წუნს ვერ შეიტანს ჟიური ჩემს შესრულებულ სიმღერაში. გამარჯობა. გამარჯობათ. გაგვეცანით ვინ ხართ? მე ვარ ზვიადი ხაშურიდან. ვისთან ერთად ხარ მოსული? გულშემატკივარი არ ამყავს, მარტო ვარ მოსული. უბრალოდ ჩემთვის ისიც საკმარისია რომ საზოგადოება მიცნობს უბრალოდ. კი ბატონო, გისმენთ, იმღერე. რაღაც რუსულია. Высокий фонтаны, лето кончилось нежданно, желтые тюльпаны, ты не даришь, как ни странно, знаешь ты, как каждый шток. Это прозрачный намек, желтые тюльпаны, желтые тюльпаны. Желтые тюльпаны, Черные что-то там? помнишь твои руки, помнишь твои губы, Наташа Королева, ты где? строгие цветы, Рато გააჩერეთ, და ჩვენ ძალიან ვერთობთ. დარბაზს ძალიან მოეწონათ. მადლობა. ზვიად, შენ გაქვს X-Factor-ი? მუსიკალური X-Factor-ი. ზვიად, გაგვეცი პასუხი. მე ვთვლი რომ ამხელა გაქვს. ამხელა? რატო? რატო? ეგედა ეხლა რა ხდება? X-Factor-ი გაქვს შენ, ბატონო გიორგი? მე მაქვს თან ძალიან ბევრი. მოდი და გავუდი შენ გორდით იმღერე მაშინ თუ გაქვს X-Factor-ი. ხოდა რასებს ჯელობთ უკაცო რაღაცა უცნაური X-Factor-ზე. რატო არ გადიხარ სცენაზე გიორგი? ანუ არა გაქვს X-Factor-ი. მუსიკალური X-Factor-ი არ მაქვს მე. იმიტომ ვზივარ და ზღვარს აქეთ. ფიქრობდი რომ გიორგი გაბუნიას რისხვას ვერ გადაურჩებოდი, ამას ფიქრობდი ყოველთვის რატომღაც. ხედავ რას მიაღწია გიორგი, ყველას აზანზარებ, ესე შეეშინია შენი. მინდა გითხრა რომ ჩემ რისხვას ვერ გადაურჩი, რა თქმა უნდა, უკვე. ვიცოდი. ჩვენ ვიცოდით ე. თქვენი მიზანი შესრულებულია, თქვენ დადექით დიდ სცენაზე. თქვენ გაგიცნოთ საზოგადოებამ, არ ვიცი, შეიძლება ჯობდა რომ არ გაეცანით. რატო მიზეზი? იმიტომ რომ ეს არ იყო კარგი ნამღერი. ზვიად, ისმენთ ბატონო ნიკა. სიმღერა არ არის თქვენი საქმე, თქვენ ხარ ხალისიანი, კარგი ადამიანი და ასე გააგრძელებთ. მოკითხოთ ნატაშა კარალიოვას. მე გიორგი გაბუნიასთან ველოდი ამას. მოულოდნელობა არ იყო მისთვის და ასეთი მტკივნეული არ იყო. მე მაგისგან უბრალოდ არ მოველოდი მაგას ისეთი კომენტარები დამკვიდრდა. მაგრამ არანაკლები მეც ბატონო გიორგი არაკვატურად მოიქეცით და არასამართლიანად